მაგესანავით მეგობრებო. დაგემზიარდაგდოდი. და დღეს ჩვენ გადავიღებთ თქმის დავიწყებული მითებს. მეგონი დღეს გადავიღებთ მითებს, რომელიც ძალიან დიდი ხანი არ გადაგვიღია. ხო ასეა. ხო, ძალიან დიდი ხანი არ გადაგვიღია და მე არ მიდოდა გადაღება მაინც იმიტომ რომ არავის არ მოწევს ეს მითები, მაგრამ ჩემს უნდა გადავიღეთ. დღეს გეტყვით 15 მითს, რომელიც შეიძლება ბავშვობიდან გესმით, ბავშვობიდან მოყოლებული გჯერათ, მაგრამ ისეთი მითებიც ვიცით, რომელმაც შეიძლება გაგაკვიროთ და გჯერათ. ხო ასეა. იმენა. ესე იგი, დავიწყოთ და პირველი მითი არის ასეთი. ყველა სკოლაშიც კი გისწავლიათ, რომ ადამიანები იყენებენ ტვინის 10%-ს. შეხედეთ ახლა, ეს იყენებს 10%-ს. ესე იგი, ეს არის სიცრუე, რადგან ადამიანი 10%-ს არ იყენებს, უბრალოდ ის ტვინის ყველა შესაძლებლობას იგრძნულად არ იყენებს. მაგრამ მეგობრებო, მეორე მითი არის ასეთი. ღამის ტენვა არ შეიძლება ტელეფონს, რადგან ეს ძალიან ბევრი ტენვა გამოიწვევს ტელეფონის გაბუჯებას. ეს მითი არის ტყუილი, რადგან თანამედროვე ტელეფონები ყოველ როცა შევართებ და 100% ან ბოლომდე დაიყენება, თვითონ წვეს ტენვა. ასეთი მითი არის, გოგა, რომ თუ ბავშვი შაქარს შეჭამს, დიდი რაოდენობით მიიღებს, ის ჰიპერაქტიული გახდება, მაგრამ ეს არასწორია. რადგან ის პირდაპირ ქმედებით არ მიდის ბავშვთან. ესე იგი, როდესაც ბავშვი შაქარს იღებს, ეს მას ჰიპერაქტიულს არ ხდის. ის გარემო ხდის ჰიპერაქტიულს, როდესაც ის იყოფება სადმე წვეულებაზე ან ვინმეს დაბადების დღე, ახალი წელი, იქ გარემო არის მხიარული, ბავშვი მხიარული ხდება და იწყებს მოძრაობას. ერთად გეზდა ვერ ჩერდება, რადგან ყველა მხიარულობს და ისიც უნდა რომ მხიარული იყოს. მეგობრებო, შემდეგი მითი არის ასეთი. როდესაც გარეთ სიცივეა და ჩვენ გავდივართ, ეს ჩვენ გაციებას იწევს. სიმართლე გაციების ტოლფასია. ხო, სიმართლე ისაა რომ სიცივე კი არ იწევს ჩვენ გაციებას, არამედ ვირუსები იწევს ჩვენ გაციებას და სიცივე კი ჩვენს იმუნიტეტს ასუსტებს. ალბათ ყველას რამდენი წლისას არ უნდა იყო უთქვია ვინმე შენთვის რომ ადამიანს მხოლოდ 5 გრძნობა აქვს. შენ სხვა სიგასწავლებ სკოლაში. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ადამიანს 20-ზე მეტი გრძნობა აქვს. მაგალითად, როდესაც ბალანსს იკავებს, ესეც შეგრძნება, ბალანსის შეგრძნება, ტკივილის გრძნობა, ასევე სხეულის ადგილმდებარეობის შეგრძნება. მაგალითად, თვალები დახუჭო და გითხრა რომ ხელი დაიდე მუხლზე ან ცხვირზე ან თვალზე ან ყურზე, თვალები დახუჭულის გააკეთებ მაგას, რადგან ადამიანს აქვს სხეულის ნაწილების მდებარეობის შეგრძნება. ასე რომ ეს სიცრუეა. თქვენ აქამდე ალბათ არხი გამოწერილი გაქვთ, მაგრამ ადამიანების უმეტეს პროცენტს არ აქვს არხი გამოწერილი და ისე გვიყურებს. რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი. და ჩვენ არ მოკლეს, ასე რომ გამოიწერთ არხი და ისე გვიყურეთ. ტელევიზორთან ახლოს დგომა თვალებს აბუჭებს. სიმართლე კი ისაა, რომ ტელევიზორთან ახლოს რო ვდიხარ და უყურებ ტელევიზორს, ეს თვალებს კი არ აბუჭებს, უბრალოდ თვალებს მარტივად ღლის და უფრო სწრაფად და მარტივად ღლის. შესაბამისად, შეიძლება თვალების, როდესაც დაგიღლება, ამან გამოიწვევს თავის ტკივილი. ამიტომ დაძები ტელევიზორთან ახლოს უყურებ შორიდან, როგორც ახლა ჩვენ ვიყურებთ შორიდან. ამბობენ, რომ ოქროს თევზს 3 წამიანი მახსოვრობა აქვს. ალბათ შენთვისაც ბევრჯერ ვთქვით. არა. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ოქროს თევზს მნიშვნელობა არ აქვს. თევზს შეუძლია დაიმახსოვროს ერთი თვის წინანდელი მას შეუძლია დაიმახსოვროს ყველაფერი. მაგალითად, სად იყო ის ერთი თვის წინ? ის ლაპარაკს ვერ დაიწყებს, მაგრამ მას ახსოვს გზები თუ როგორ იპოვოს საჭმელი, როგორ მოიპოვოს საჭმელი. რა თქმა უნდა, თევზს რომ 3 წამიანი მახსოვრობა ჰქონდეს, ის უბრალოდ გადაშენდებოდა. გემოს. ხო, ენა ყველა ნაწილში ერთად დავთქოს გენოს. უბრალოდ ზოგიერთი ნაწილი უფრო მგრძნობი არის. როდესაც ადამიანებს უნდათ რომ თმა ძალიან მალე გაეზარდოთ, ისინი თმას იჭრიან. რა სისულელია. როდესაც თმას იჭრი, ის უბრალოდ უფრო სქელი ხდება. ადამიანს თმა ეზრდება მისი ფესვიდან. როდესაც ის ფესვიდან იზრდება და ზემოდან წააჭრი, ეს არანაირი კავშირი არ აქვს ფესვთან. უბრალოდ თმის ზომას ამცირებ და ეს არ ზრდის თმის გაზრდის სიჩქარეს. ქარს ცევს ქმნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი სისულელეა. რადგან როდესაც ჩვენი ორგანიზმი ფება, ქარი ამას ძალიან სწრაფად გვართმევს. ამ სითბოს, რაც ჩვენი ორგანიზმი გამოყავს. და შესაბამისად ჩვენ ძალიან მალე გვცივდება. აი ეს არის სიმართლე. ყველაზე განთქმული მითი. ძაღლები შავ-თეთრად ხედავენ. ეს სრული აბსურდია. დაამტკიცეს რომ ძაღლები ჩვეულებრივად ფერებს ხედავენ, მაგრამ როგორც ადამიანები ისევე რა. ადამიანები ყველაფერს უფრო ნათლად ხედავთ. ფერების ახმა უკეთესი გვაქვს. ძაღლები კი უბრალოდ ზოგ ფერებს ასე ვთქვათ, ვერ ხედავენ ისე ხასხასად, როგორც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ ძაღლები შავ-თეთრად არ ხედავენ, ისინი ფერადად ხედავენ, მაგრამ განვითარებულად არა. ალკოჰოლი აქვს.
სიმართლე. ალკოჰოლი მხოლოდ შეგრძნებას ქმნის, რომ გათბა რეალურად ის სხეულის სითბოს სწრაფად დაკარგოს იწვევს. ვიტამინი C გაციებას კურნავს. ის გაციებას არ კურნავს, მაგრამ შეიძლება სიმპტომები შემსუბუქოს. შეიძლება სიმპტომები შეამსუბუქოს, ანუ სასარგებლოა, მაგრამ სასწაული არაა. ადამიანს როდესაც ძინავს და პირი ღია რჩება, ამბობენ რომ შეიძლება ნებისმიერი მწერი გადაყლაპოს, მაგალითად ობობა თუ ჩაუძრება, ის გადაყლაპოს. მაგრამ ეს სრული სისულელეა. ადამიანს როდესაც ძინავს, ის უბრალოდ პირს მაშინ აღებს, როდესაც ხვირით ვერ სუნთქავს, ხოლო ყველა ადამიანი ასე არის, მაგრამ პირი თუ ღია რჩება, ფიზიკურად შიგნი ვერც ერთი მწერი ვერ შევა, რადგან როდესაც სუნთქავ, ჰაერი გამოიყოფა და მწერი შიგნი ვერ აღწევს. ყველაზე დიდი მითი. ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება. ეს ასე არის, მაგრამ გეტყვით ნაწილობრივ. რადგან, როდესაც ახალ წელს სურვილს ჩაიფიქრებ, თუ ასე უბრალოდ დაждები და დაელოდები რომ საგისრულდება, ეს არ ასრულდება. შენ უნდა იმუშაო და უნდა გააკეთო იმდენი, რომ ის სურვილი ასრულდეს. მაგალითად, როდესაც გინდა რომ თვითმფრინავით იმგზავრო, აი ასე რომ მიჯდე, თვითმფრინავით ვერ იმგზავრებ. უნდა ადგე, უნდა იშრომო იმდენი, რომ თვითმფრინავის ბილეთი აიღო, თვითმფრინავში ჩაჯდე და გაფრინდე. ასე რომ ახალ წელს გილოცავთ რომელს დაესწრეთ, მაგრამ ახალ წელს სურვილს რომ ჩაიფიქრებთ, აუცილებლად უნდა იწვალოთ იმისთვის, რომ ეს სურვილი ახდეს. ახალ წელზე ვინ ლაპარაკობდა? მოვედი ახალი წლის. ბაბუა, როდი ვიღებ ვიდეოს? ახალ წელს სურვილს თუ ჩაიფიქრებ და თუ არაფერს გაკეთებ, ასრულდება? რაიო? ახალი წლის სურვილები ხდება, ბაბუ, ხდება. მე ჩაიფიქრე რომ თოლის ბაბუა გავხდარიყავი, არ გავხდი? ხო და ხო იშოვე რომ გავხდარიყავი? არა, ჩაიფიქრე და ახლა. მოგლედ რომ გითხრათ, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეოები, აი ეს კონტენტი თუ მოგეწონათ, დაწერეთ კომენტარებში რომ კარგია. თუ შევატყობთ რომ ისე რა, ახლა გადავიღებთ, ანუ ახლა გადავიღებთ, იმიტომ რომ არ მოგეწონათ. ასე რომ დაწერეთ კომენტარებში მოგეწონათ თუ არა, გემშვიდობით მოვალ შეხვედრამდე არ დაგაგზავნეთ წითელი subscribe-ს რომ თითი დააწყაპოთ და ასეთ ხმა გაქვს ზოგჯერ ხომ? ასე რომ გემშვიდობით მოვალ შეხვედრამდე და ამიტომ დაიცადე ეს ბაბუას შეფერება. და ამიტომ peace! É vapo, vapo no setor, é vapo, vapo do vapor.